ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ბიზნესმენების შევიწროების ფაქტების მონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ რკინა-ბეტონის შპალების ქარხანასთან დაკავშირებული დავის საკითხები და ბარამბოს და ზედაზენის ქონების დაყადაღების ფაქტები შეისწავლა. კვლევის შედეგების მიხედვით ორგანიზაციის წევრები ცეზარ ჩეჩელის და სხვა კომპანიებში ბიზნესმენის წილთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებების მხრიდან განხორციელებულ დარღვევებზე საუბრობენ. შუალედურ დასკვნაში ასევე საუბარია, რომ ადგილი აქვს სასამართლო განხილვების გაჭიანურებას და კომპანიების მიმართ პრივატიზაციის შედეგების გადახედვას. ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. ჩვენ შევისწავლეთ ერთი ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია შპალების ქარხანასთან და ამასთან ერთად ზედაზენ და ბარამბოს დაყადაღებასთან დაკავშირებით. ძალიან სერიოზული ეჭვები ჩნდება, რომ სახელმწიფო გარკვეული შერჩევითი პრინციპით ახდენს ბიზნესმენების შევიწროებას და მათ მიმართ საქმის წარმოებას. ჯერ საგადასახადო შემოწმება არ იყო ჩატარებული და ბრალი ისე აღძრეს.